უტოლობასთან დაკავშირებული წესები. როდესაც გვაქვს რაიმე უტოლობა, რომლის ამოხსნაც გვსურს, არსებობს რამოდენიმე წესი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ამოხსნის პროცესში. ეს წესებია. პირველი წესი. თუ უტოლობის ორივე მხარეს დაუმატებთ ერთსა და იმავე სიდიდეს, უტოლობის ნიშანი არ შეიცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი რიცხვი მეტია მეორე რიცხვზე და ორივე მხარეს დაუმატებთ ერთსა და იმავე რიცხვს, მაგალითად, თუ a მეტია b-ზე და ორივე მხარეს დაუმატებთ c-ს, შეგვიძლია დავწეროთ უტოლობა იგივე ნიშნით. ესე იგი, a-ს მივუმატოთ c-ს მეტი იქნება b-ს მიმატებული c-ზე. აი მაგალითად, თუ გვაქვს ასეთი უტოლობა 4 მეტია 2-ზე. თუ ორივე მხარეს დაუმატებთ 3-ს, გვექნება 7 მეტია 5-ზე, რაც ასევე ჭეშმარიტი უტოლობაა. და ეს წესი ვრცელდება ნებისმიერი ორი რიცხვისთვის. წესი მეორე. ეს წესი ამბობს, რომ თუ გვაქვს რაღაც უტოლობა და მის ორივე მხარეს გავამრავლებთ ან გავყოფთ ერთსა და იმავე დადებით რიცხვზე, მაშინ უტოლობის ნიშანი არ შეიცვლება. ესე იგი, ალგებრულად რომ ჩავწეროთ, ანუ ასოითი აღნიშვნების გამოყენებით, როგორც წინა შემთხვევაში, გვაქვს ასეთი რამე. თუ a მეტია b-ზე და ორივე მხარეს გავამრავლებთ რაღაც დადებით რიცხვზე, ანუ c არის დადებითი რიცხვი და ორივე მხარეს გავამრავლებთ c-ზე, გვექნება a გამრავლებული c-ზე მეტია b გამრავლებული c-ზე. და იგივე წესი შეგიძლია გამოვიყენოთ და იგივე შეიძლება ითქვას გაყოფის მიმართ, როგორც აღვნიშნეთ. ესე იგი, a გაყოფილი c-ზე ასევე მეტია b გაყოფილი c-ზე. შევნიშნავ, რომ ეს წესები შეიძლება ჩამოყალიბდეს არა მარტო მეტობის შემთხვევაში, არამედ ნაკლებობის შემთხვევაში. ესე იგი, ყველა ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ნაკლებობის ნიშანიც და ამ შემთხვევაშიც შესაბამისად ეს ნიშნები იქნება შედეგად მიღებულ უტოლობებშიც. ესე იგი, თუ a მეტია b-ზე, მაშინ a-ს მიმატებული c მეტია b-ს მიმატებული c-ზე და თუ a ნაკლებია b-ზე, მაშინ a-ს მიმატებული c ნაკლებია b-ს მიმატებული c-ზე. და მეორე წესის შემთხვევაშიც ანალოგიურად. მესამე წესი ამბობს, რომ თუ გვაქვს რაღაც უტოლობა, თქვათ a მეტია b-ზე და ორივე მხარეს გავამრავლებთ ან გავყოფთ უარყოფით სიდიდეზე, ესე იგი, თუ c ნაკლებია 0-ზე. ამ შემთხვევაში უტოლობის ნიშანი შებრუნდება. ანუ მივიღებთ, რომ a გამრავლებული c-ზე უკვე ნაკლებია b გამრავლებული c-ზე და შესაბამისად a გაყოფილი c-ზე ასევე ნაკლებია b გაყოფილი c-ზე. ესე იგი, მოპირდაპირე ნიშნის შემთხვევაში, თუ გვაქვს a ნაკლებია b-ზე და c არის უარყოფითი რიცხვი, მაშინ a გამრავლებული c-ზე ნიშანი შებრუნდება, იქნება უკვე მეტი b გამრავლებული c-ზე, ხოლო a გაყოფილი c-ზე ასევე იქნება მეტი b გაყოფილი c-ზე. აი ეს ბოლო წესი განსაკუთრებით ხშირად იწვევს დაბნეულობას და ამიტომ განვიხილოთ 1-2 მაგალითი ამასთან დაკავშირებით. აი მაგალითად, თუ გვაქვს
ესეთი რიცხვითი უტოლობა. თქვათ 5 მეტია 2-ზე. და ორივე მხარე გავამრავლოთ -1-ზე. ამ შემთხვევაში მივიღებთ -5 მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვენა მხარეს გვექნება -2. რომელია აქედან მეტი? უარყოფითი რიცხვების შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ის რიცხვია მეტი, რომლის მოდულიც არის ნაკლები, ანუ აბსოლუტური სიდიდე, რომლის აბსოლუტური სიდიდეც უფრო ნაკლებია, ანუ აქ გვაქვს, რომ -5 ნაკლებია -2-ზე. ესე იგი, როგორც ხედავთ, ნიშანი შებრუნდა. იყო მეტობა, მივიღეთ ნაკლებობა. აი სწორედ ამას ამბობს ეს მესამე წესი. კიდე ერთი მაგალითი. დავუშვათ, გვაქვს ასეთი რიცხვითი უტოლობა. 4 ნაკლებია 7-ზე. და ორივე მხარე გავამრავლოთ -2-ზე. მარცხენა მხარეს ვღებულობთ -8-ს, მარჯვენა მხარეს ვღებულობთ -14-ს. და აქაც გვაქვს იგივე ვითარება. გვაქვს უარყოფითი რიცხვი -8, ანუ რომლის აბსოლუტური სიდიდე არის 8 და მეორე უარყოფითი რიცხვი, რომლის აბსოლუტური სიდიდე არის 14. და ვიცით, რომ უარყოფითი რიცხვების შემთხვევაში უფრო მეტია ის რიცხვი, რომლის აბსოლუტური სიდიდე არის ნაკლები. ამიტომ -8 არის მეტი -14-ზე. და აქაც ხედავთ, რომ უტოლობის ნიშანი შებრუნდა. ესე იგი, უარყოფით რიცხვზე გამრავლების დროს უტოლობის ნიშანი იცვლება მოპირდაპირე ნიშნით. ეხლა განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ წესების გამოყენებით უტოლობის ამოხსნა, ანუ ისეთი უტოლობის ამოხსნა, რომელიც შეიცავს უცნობს. აი ვთქვათ, გვაქვს ასეთი უტოლობა x - 3 მეტია 5-ზე. და გვინდა მისი ამოხსნა. პირველი საფეხური. გამოვიყენოთ პირველი წესი. პირველი წესი ამბობს, რომ ორივე მხარეს შეგვიძლია მივუმატოთ ერთი და იგივე დადებითი რიცხვი. ამით უტოლობის ნიშანი არ შეიცვლება. ესე იგი, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივუმატოთ ორივე მხარეს 3. x - 3-ს თუ მივუმატებთ 3-ს, 3 და -3 გააბათილებს. ესე იგი, -3 და 3 შედეგად მოგვცემს 0-ს, 5 და 3 შედეგად ჯამში მოგვცემს 8-ს. მარცხენა მხარეს დაგვრჩება x-ი, უტოლობის ნიშანი არ შეიცვლება, მარჯვენა მხარეს გვექნება 8. ესე იგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ უტოლობის ამონახსნია x-ი მეტია 8-ზე. განვიხილოთ კიდე ერთი მაგალითი. გვაქვს უტოლობა 3-ს - 2x-ი მეტია -5-ზე. პირველი წესი ამბობს, რომ ორივე მხარეს შეგვიძლია დავუმატოთ ერთი და იგივე რიცხვი. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ორივე მხარეს დავუმატოთ -3, ანუ ფაქტიურად ეს იგივეა, რომ გამოვაკლოთ 3. ესე იგი, თუ დავუმატებთ -3-ს, მარცხენა მხარეს გვექნება 3-ს - 2x-ი -3 მეტია -5 -3. მარცხენა მხარეს 3 და -3 ერთმანეთს გააბათილებს. ესე იგი, შედეგად გვაქვს 0. ამიტომ დაგვრჩება მხოლოდ -2x. მეტია მარჯვენა მხარეს გვაქვს -8. ესე იგი, -5-ს -3 ჯამში გვაძლევს -8-ს.
ეხლა გავიხსენოთ წესი, რომ თუ უტოლობის ორივე მხარეს გავყოფთ უარყოფით რიცხვზე, უტოლობის ნიშანი შებრუნდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ ორივე მხარე გავყოთ -2-ზე. მარცხენა მხარეს დაგვრჩება -2-ზე გაყოფის შედეგად დაგვრჩება x-ი. ხოლო მარჯვენა მხარეს -8 რო გაიყოფა -2-ზე იქნება 4. ხოლო უტოლობის ნიშანი შებრუნდება და გვექნება x-ი ნაკლებია 4-ზე. ესე იგი, აი ამ უტოლობის ამონახსნი არის x-ი ნაკლებია 4-ზე.